მოადგილეობის კანდიდატებთან შეხვედრას მართავს რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია. ახალი მინისტრი მოადგილეობის კანდიდატებს თენგიზ შერგელაშვილსა და შოთა მურღულიას ხვალ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს წარუდგენს. მინისტრის განცხადებით საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძარიშვილი იქნება. დავით ნარმანიას მტკიცებით სამინისტროს პრიორიტეტები უცვლელი რჩება. მინისტრი დღეს 4 საათზე მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებსაც შეხვდება. სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტები რჩება უცვლელი, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ეს მნიშვნელოვანი პროექტები, რაც არის დაწყებული, ეს ყველაფერი გრძელდება. ნომერ მეორე პრიორიტეტი ეს იქნება რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება და უმტკივნეულო ჩატარება, რათა ცალკე იქნას გამოყოფილი რეგიონულ მართვასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებული სამსახური და მან მოამზადოს 2014 წლის თვითმმართველობის რეფორმა, ხოლო რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ კომპონენტს, ინფრასტრუქტურული კომპონენტი მთლიანად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადავა.